დღეს არის სანდრო ახმეტელის დაბადების დღე. ის 140 წლის იუბილე აღინიშნება, მრგვალი თარიღი, ასე ვთქვათ, და არ შეიძლებოდა ეს შანსი ჩვენ ხელიდან გამოგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, და არ გვესაუბრა ქართული თეატრის ფუძემდებელზე, ნამდვილად ნოვატორ, მოაზროვნეზე, დიდ რეჟისორზე და დიდ სახელზე და გვარზე სანდრო ახმეტელი. ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა რეჟიმმა მას უმძიმესი განაჩენი გამოუტანა, ისევე როგორც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირსეულ ადამიანებს, ეს იყო 1927 წელი, უმძიმესი წელი და უნდა ითქვას, რომ 1927 წელს სანამ დადგებოდა ეს უმძიმესი განაჩენი, მანამდე უკვე საპატიმროში 2 თვით ადრე წერილობითი ბარათი შეუგზავნეს სანდრო ახმეტელს, სადაც აცნობეს ამბავი იმისა, რომ მას პირველი შვილიშვილი შეეძინა. ერთადერთი, დიახ, უფრო სწორად ასია და აი სწორედ ეს ერთადერთი შვილიშვილი ქალბატონი მანან ახმეტელი შემოგვიერთდა სტუდიაში და დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ, ასე ვთქვათ, ამ მნიშვნელოვან დღეს. დიდი მადლობა თქვენ, რომ გამოეხმაურეთ ამ თარიღს და აღნიშნავთ ამ თარიღს. არის დაგეგმილი რაიმე საინტერესო ღონისძიებების იუბილეო და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც არის დაგეგმილი და რაც ჩატარდება, ეს არის რომიკოს სპექტაკლი, რომელიც რუსთაველის თეატრმა და რობერტმა სანდრო ახმეტელის საიუბილეო თარიღს მიუძღვნეს. სხვაგან არც თეატრალურმა საზოგადოებამ, არც თეატრალურმა უნივერსიტეტმა ჯერჯერობით არავითარი ყურადღება არ გამოიჩინა. ჩემთვის ცოტა გასაკვირია სამწუხარო და გასაკვირია ცოტა მართლა. ფოტოშოპის ასეთი უცნაური ბედი ჰქონდა ყოველთვის სანდრო ახმეტელს, ესეთი ტრაგიკული უსამართლობის ფონზე მიმდინარეობდა მისი ცხოვრება და ამის რისიდივებს მე ყოველთვის ხშირად ვაწყდები ხოლმე სხვადასხვა პერიოდსა და ეპოქაში. ანუ აი ამ სხვადასხვა პერიოდში თქვათ აი საბჭოთა კავშირის ეს რაღაცა საშინელი ტრაგედია, დახვრეტა, გადასახლება ყველაფერი იყო, მაგრამ შემდეგ პერიოდში აი დაუფასებლობის შეგრძნება თითქოს აი წლების განმავლობაში თუ იყო. იცით რა, აი ვერ აღიქვამს მე მგონი, კარგად არ არის დაფასებული მისი როლი. ასე სწორედ ვზადებით, ძალიან რთულად მიმდინარეობდა მისი რეაბილიტაციის პროცესი. იცით, ჯერ კიდევ არსებობდა ის ჯგუფი, მტრულად განწყობილი ჯგუფი, რომელიც მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე ესე ებრძოდა და რეაბილიტაციის შემდეგაც გაგრძელდა ეს დამოკიდებულება, ვერაფრით ვერ განსაზღვრეს მისი როლი ქართული თეატრის ისტორიაში. ასეთი პერიოდებიც იყო, არ იცოდნენ როგორ გამოეხატათ ეს სტატუსი, ხან გამოუცდელი რეჟისორი წერდნენ გაუთავებლად, არ იყო გამოუცდელი, იმიტომ რომ თავისი კონცეფციით, ჩამოყალიბებული კონცეფციით მოვიდა ქართულ თეატრში. სახელი სანდრო ახმეტელს, ვინ იყო განსაზღვრება? იცით, არის განსაზღვრული, თეატრწოდება იმუშავეს, მაგრამ ბოლომდე იცით რაღაცა ის არის შტამპები რაღაცა დამკვიდრდა, კლიშეები, რომლის გვერდის ავლა რატომღაც გაუჭირდათ მკვლევარებს, რაღაცა კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდნენ. ხო გითხარით, თან გამოუცდელი. მერე სულ იყო კოტე მაჯენიშვილის ნიჭიერი მოწაფე. იქ ძალიან რთული და საინტერესო ურთიერთობა იყო, მაგრამ ახლა ასეთი განსაზღვრება ორი დიდი რეჟისორი ერთად მოვაწეობდა და სულ ნიჭიერი მოწაფე როგორ შეიძლება რომ ყოფილიყო, არა? ეს დასაწყის ეტაპზე, თუმცა შემდეგ აბსოლუტურად რეგალიასაც უნდა ჰქონდეს. უცნაური იყო ეს ჩემთვის, აი ვაწვდები წიგნებს, ასე ვთქვათ, სულ ბიკვირს ეს, რასიზა, მაგრამ ასეთი ბედის ადამიანი იყო. ძალიან რეფორმატორი იყო, ნოვატორი იყო და ყოველთვის რეფორმა მტკივნეულად ხორციელდება განსაკუთრებით თეატრში და ძალიან ხასიათობრივადაც ისეთი ურჩი ადამიანი გახდათ და ესე ვთქვათ, თავისი ხასიათი რომ არა ამ რეფორმას ვერ განხორციელებდა და თავის თეატრს ალბათ ვერ შექმნიდა. სკოლის ასაკიდანვე გარიცხეს თავისუფალი იდეების გახმოვანების გამო. თავისუფალი იდეების სკოლიდან ხასიათი. ხო, ასე იბრძოდა, სულ ბრძოლებში იყო ხერხჩართული. ხო, მიუხედავად აკრძალვებისა, მაინც იმას დგამდა, რისი დადგმაც უნდოდა და იმას აკეთებდა ეს. ის რა საკურველია, ხან ფორმალისტიო, ხან ნაციონალისტიო, ხან ეთნოგრაფიო, რა ვიცი, ათასნაირი ფორმულირება იყო. ოღონდ არ ეთქვათ, რომ ეს არის ქართული თეატრის ეროვნული და ამავე დროს ესე ვთქვათ, მოდერნისტული თეატრის ავანგარდული თეატრის მოდელის შემქმნელი. აი ამის ბოლომდე თქმა ძალიან გაჭირდა. იცით რა იქ, იცით რა შეასაქმე
20 წლის განმავლობაში გადასახლებული იყო, უკაცრავად არ იხსენებოდა მისი გადასახლებას ვერც მოესწრო, არ იხსენებოდა მისი სახელი და უმისოდ იწერებოდა ქართული თეატრის ისტორია. და აქ მერე რო უცბად შოკი იყო, როდესაც მოხდა მისი რეაბილიტაცია. ეს უკვე 50-იან წლებში, მაგრამ მე იმის თქმა ზუსტად შეკითხვა ამასთან დაკავშირებით მქონდა. მე ვიცი რომ მამა ელოდა სუდა დარწმუნებული იყო რომ ანუ ის ცოცხალი იყო და რაღაცნაირად მისგან ელოდა რაღაცა ამბავს. იმიტომ რომ ფორმულირება იყო ასეთი რომ გადასახლებულია 10 წლით შორეულ ბანაკებში მიწერ-მოწერის უფლების გარეშე. და ეს დარწმუნებული იყო მართლა გადასახლებულია და სინამდვილეში აქვე სამწუხაროდ მაშინ ძალიან ბევრს ჯეროდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ინფორმაციის რა თქმა უნდა ნაკლებობა იყო და უბრალოდ შემდეგ უკვე როდესაც 50-იან წლებში და შემდეგ რეაბილიტაციას მოხდა, მე ბევრი რაღაც გავიგეთ. მე მაინტერესებდა აი მამამ როდესაც ეს როდის გააცნობიერა რომ რეალურად ეს საშინელი ამბავი მოხდა. შეეწირა ამ ამბავს. იცით, აი ნამდვილად გეუბნები, ძალიან მალე გარდაიცვალა. იმდენად დიდი სტრესი იყო. ესეთი აღმერთებდა მამამის და საერთოდ ეს იყო რაღაცა მისთვის რაღაცა მაგალითი. ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტი და სიამაყის. და ეს რომ მოგივიდა ეს პატარა ნაგლეჯი რომ იცით მტკიცებულების უკოლობის გამო ახმეტელი რეაბილიტირებული. აი და რაღაცა დაჟღამდელი რაღაცა იყო. ეს იყო ესეთი შოკი, მოულოდნელი რაღაცა და ამიტომ დიდი განცდებთან იყო დაკავშირებული. მთელი ცხოვრება დევნილი იყო, როგორც ხალხის პრიშვილი. და თქვენც გაქვთ ნათქვამი, რომ თქვენ პირადად რუსთაველის თეატრში მისვლად რაღაცა არ დადიოდით, ხო? ვერ მიდიოდით. ეს იყო პროტესტი, ასე იყო რუსთაველის თეატრში მე მაშინ შევედით ჩემ მშობლებთან ერთად, თორსა მოხდა რეაბილიტაცია, აღადგინეს სპექტაკლი რღვევა და ამ სპექტაკლზე მიგვიწვიეს და ეს იყო ჩემთვის ესე ვთქვათ კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მაგრამ გაჩავლიდი რუსთაველის და ვიცოდი იქით არ უნდა შემეხედა საერთოდ. ასეთი და ეს იყო დიდი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში. და რუსთაველის თეატრს რომ რუსთაველის თეატრი ქვია, ესეც ანდროხმედელიდან მომდინარეობს. ეს იყო მისი ინიციატივა, მისი აღმერთებდა, ასე ვთქვათ, საფიცარი ხატი იყო რუსთაველი. და ვეფხისტყაოსნის დადგმაც უნდა. იცით, აი სიმბოლური ალბათ რობეკოს მიწნა არის სიმბოლური, იმიტომ რომ ახმეტელი ასე ვთქვათ, მისი ესთეტიკა ფაქტიურად სათავეს იღებს ვეფხისტყაოსნიდან, მე ხედველობაში მაქვს რაინდული, ასე ვთქვათ, რომანტიზმი, რომელიც ეს იყო წამყვანი ხაზი ახმეტელის შემოქმედების და როცა მოხდა საქართველოს ესე იგი გათავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოცხადდა, იმ დღეს ჩანაწერი არსებობს, რომ რა ბედნიერება დამოუკიდებელი საქართველოში გავიღვიძე და მზეც კი სხვანაირად კეკლუცობს დღესო. და ჩემი პირველი ამოცანა რომ რუსთაველის სახელი მიენიჭოს. და აი ვეფხისტყაოსნის პროგრამაში ეს უკვე ახლანდელი სპექტაკლის პროგრამაში არის სანდრო ახმეტელის ფოტო დაბეჭდილი და ეს განსაკუთრებული მადლობა მოვახსენებ ბატონ რობერტს, იმიტომ რომ საერთოდ ხშირად ასეა, წინამორბედებს ხოლმე ცდილობენ რაღაცნაირად გვერდი აუარონ მათი დამსახურება, ასე ვთქვათ, მეაფუჩეჩონ. რობერტი ის ადამიანია, რომელმაც იცის ახმეტელის ფასი, რომლის დამოკიდებულება არ ივიწყებს არასოდეს და დიდ პატივს მიაგებს და აი დღესაც აი თავისი ესე ნალოლიავები სპექტაკლი, ასე ვთქვათ, მიუძღვნა სანდრო ახმეტელს. სხვათა შორის დღეს გქონდა ჩართვა, აი მარიკამ წარმართა ინტერვიუ რუსთაველის თეატრიდან ბატონ რობერტთან და მან აღნიშნა, რომ ეძღვნებოდა, აი უთხრა ჩვენს მაყურებელს მისი სპექტაკლი ბატონ სანდრო ახმეტელს და ჩვენ უთხარით, რომ ხო, რომ აი ქალბატონი მანანა შემოგვერთდა და მოგიკითხათ პირდაპირ ეთერში. აუცილებლად გადაეცეთ შენი მოგეკითხვა. მანანას მოვიკითხავ ეს. მე ჩემს სიყვარულს და პატივისცემას ბატონ რობერტს. თქვენ დღეს ნახავთ ხომ სპექტაკლს? მე დღეს ნახავ, მაგრამ მე გარკვეული დამოკიდებულება მაქვს იმ კამპანიის მიმართ, რომელიც აგორებულია ბატონი რობერტის სამბოლო ნამუშევრის მიხედვით. იცით, სუბიექტური აღქმა არ არის შეფასების კრიტერიუმი.
კრიტერიუმი, მოდით ამაზე შევთავაზოთ. დეტალურად გაშიფროს ფოტოშორის ყველა სცენა, წიგნის ფრაზების მიხედვით, რასაც აკრიტიკებენ. მოვიტანო აი როგორც კრიტერიუმი თომას მანის წერილი თეატრზე, სათეატრზე, სადაც დასმული არის გამოყალიბებულია კრიტერიუმი, რომელიც ეხება თეატრის და ლიტერატურის დამოკიდებულებას. აი მოკლედ რომ გითხრათ, ის თulis რომ თეატრსა და ლიტერატურას შორის არის უფსკრული გაუგებრობა, განხეთქილება და რომ მწერლები ყოფებიან ქედმაღლური უცადონერობის ტყვეობაში, როცა თეატრი მიაჩნიათ თავის საკუთარ ორგანოდ და გონიათ რომ მათი ნაწარმოების რეპროდუცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს. არადა თეატრი არის დამოუკიდებელი, ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელშიც მწერლები არიან სტუმრები მხოლოდ და მათი ნაწარმოებები ეს არ ახალია, ეს თემა ეს მუდმივად იარსებებს ალბათ. მათი ნაწარმოებები არის საბაბი თვისობრივად ახალი მხატვრული ნაწარმოების შესაქმნელად. მე ამ დებულებას ვეთანხმები და თომას მანს ვეთანხმები. თომას მანის გასაგებია. ფილოლოგიური და ლიტერატურული მიდგომებით არავითარ შემთხვევაში თეატრის გახება არ შეიძლება. ეს არის ჩემი აზრი. დამოუკიდებელი და თავისუფალი თეატრის ფუძემდებელზე საუბრობთ თავისუფალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს თეატრს. რა თქმა უნდა, სანდრო ახმეტელის სახელის თავმჯდომარე. აი ფოტოშორის ზუსტად ასეთი რეაგირება იყო ხოლმე ახმეტელის დადგმებზე. აი აფეთქდებოდა ხოლმე საზოგადოებრივი აზრი, გაიყოფოდა. იყო ერთი ორომტრიალი, იყო ვნებათა ღება და მე ეს აქ დაწუნებულმა სპექტაკლებმა სოფლებაში გაითქვეს სახელი და უკდავეს სანდრო ახმეტელის. ასია ისტორია აუცილებლად იწერება და ისტორია ყველაფერს ინახავს. და მეორდება კიდევ. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დავთავრდა ჩვენი გენისთვის ასეა, მაგრამ აუცილებლად რაბინმა დამჭა სათქმელი ვერ წარმოვიდგინეთ. მადლობა ყურადღებისთვის. სანდრო ახმეტელის ირგვლივ. და საერთოდ ქართულ თეატრის და საერთოდ თეატრის ეს დისკუსია უნდა გაემართოს. ქართული თეატრის ისტორია უნდა გადაიხედოს. ეს არ არის რაღაც გაყინული მოცემულობა. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს გადააზრებას და ახმეტელის ადგილის ზუსტად განსაზღვრებას. დიდი მადლობა. აი ამ სიტყვებით დავემშვიდობოთ მაშინ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. ხვალ შევხვდებით 12 საათსა და 30 წუთზე. ყველამდე